რა არის თქვენი სუსტი მხარე? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი კითხვა კანდიდატებისთვის და უმეტესობა არასწორად პასუხობს მას. კი, უმეტესობა ასე პასუხობს, რაც არის ნამდვილად აბსურდი, შეუძლებელი ადამიანებს სუსტი მხარე არ გქონდეს, უბრალოდ ჩვენი მიზანი ამ დროს არის, რომ კომპანიას დავანახოთ, რომ არ გვაქვს განსაკუთრებული კრიტიკული სუსტი მხარე, რომელიც მის კომპანიას და მის პოზიციაზე დაგაზიანებს. და ბოლოს აუცილებელია იმის ახსნა, თუ როგორ მუშაობ ამ შენ სისუსტეზე და რა გზებს მიმართავ მის გასაუმჯობესებლად. ამ ფრაზას ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს და ეგ უკვე კლიშეა და ყველამ ვიცით, რომ ხელოვნური პასუხია და ასე ვთქვათ, თავის გამოძვრენას ვცდილობთ ამ კითხვისგან. უნდა ვიყოთ გულწრფელები და მაქსიმალურად უნდა ვიპოვოთ ის სისუსტე, რომელიც იმ მომენტში კომპანიის წარმომადგენელს, ვინც გასაუბრებაზე არის, არ აფიქრებინებს, რომ ეს კანდიდატი სამომავლოდ ჩვენს გუნდში ვერ იმუშავებს კარგად, რადგან ჩვენ პოზიციას ეს სისუსტე დააზიანებს. ეს არის რადიკალური პასუხი, რომელიც ავტომატურად დააზიანებს, იმიტომ რომ პუნქტუალური ადამიანი ყველა კომპანიას სჭირდება და სტრესის არ გამკლავებაც ქართულ ბაზარზე საკმაოდ ესეთი საჭირო უნარია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამუშაო სტრესულია, შესაბამისად, თუ შენ ხმამაღლა გააჟღერებ იმას, რომ სტრესს ვერ უკლავდები, ავტომატურად აჩვენებ იმას, რომ შეიძლება კრიტიკულ სიტუაციებში ვერ გაქაჩო და არ იყოს შესაფერისი კანდიდატი მათთვის. თან უკვე რო აღმოჩენილი გაქვს შენი სისუსტე კონკრეტული, რომელიც არის საკმაოდ ნეიტრალური და არა ისეთი დამაზიანებელი იმ პოზიციისთვის, რაზეც მიხვედი, ავტომატურად დაჩვენებს, რომ ეს ადამიანი თვითრეფლექსიას მიმართავს, საკუთარ თავზე მუშაობს და მასთან თანამშრომლობა სასიამოვნო იქნება. დაგვიწერეთ კომენტარებში